მაშას შემდეგი თავი გახლავთ ინფორმაციული მინდვრები და ინფორმაციული მინდვრებისათვის გამოვიძახოთ Word-ის ახალი ცარიელი დოკუმენტი. ვნახოთ თუ რა ხდება ინფორმაციულ მინდვრებში. ჩვენ ვიცით ბრძანება insert-ი და ბრძანება date and time. მისი ჩასმის დროს ვიჩერებთ რომელიმე ფორმატს, ვაწვევით OK relax და როგორც ხედავთ, ფუნქცია ჯდება ან ამ ფორმით, ან როგორც წესი ძირითადად ამ ფორმით. თუმცა სინამდვილეში ფუნქცია სწორედ ისე გამოიყურება, აი ასე ფიგურულ ჭხილებში და რაღაცა ცვლადებით. მარჯვენა ღილაკს თუ დავაწვევით, ის უბრალოდ მაუსს თუ დავაწვევით, ის ნაცრისფერ ფონს მიიღებს და მარჯვენა ღილაკის დროს აქვს სამი ბრძანება: update field-ი, რომელიც განაახლებს ობიექტს, edit field-ი, რომელშიც ცვლილებებს შევიტანთ და toggle field კოდი, რომელიც ან გამოაჩენს ამ ფორმატით, ან გამოაჩენს ფორმულის ფორმატით. თუ ჩვენ გვჭირდება, რომ დოკუმენტი ყოველთვის მუშაობდეს აი ამ პრინციპით და ჭხილებში ჩანდეს, ფიგურულ ჭხილებში ჩანდეს ნებისმიერი ჩასმული ველები, Word option-ში, advanced ნაწილში უნდა შევიდეთ ნაწილში, რომელსაც ქვია display, ერთი წამი display არა, show document content-ი და აქ ავირჩიოთ show field codes instead of their values. ან გამოვხდოთ. თუ გამოვხდოთ, გამოსახულებას ყოველთვის მივიღებთ ესე. მაგრამ თუ დავაწვევით მაგალითად Alt F9-ს, ის ყველაფერი ესე გამოჩნდება. შემდეგი ფუნქცია გახლავთ ის თუ რომელი ღილაკებით რა შეიძლება შევასრულოთ. მაგალითად ფუნქცია F9 ღილაკზე ხელის დაჭერით სრულდება ეგრეთ წოდებული run-ი, ანუ ფუნქციის შესრულება. Ctrl F9-ზე დაჭერით კი ხორციელდება ცარიელი მინდვრის ჩასმა, ანუ Ctrl F9-ით ხდება ცარიელი მინდვრის ჩასმა. რაც შეეხება Shift F9-ს, ეს გახლავთ კოდის გამოჩენა, ანუ აი ამ შემთხვევაში Shift F9 კოდის გამოჩენა ან პირიქით დამალვა. შემდეგი ფუნქციები გახლავთ Alt F9, რომელიც ნიშნავს ყველა ობიექტის დოკუმენტში გამოჩენას ან დამალვას, რომელიც field-ის სახით არის წარმოდგენილი. Ctrl F11 ნიშნავს მინდვრის განახლების ბლოკირებას, Ctrl Shift F11 ნიშნავს მინდვრის ბლოკირების მოხსნას და Ctrl Shift F9 მინდვრის გარდაქმნას ჩვეულებრივ ტექსტად. როგორც წესი, ყველაზე საინტერესო ხშირად გამოყენებადი გახლავთ Ctrl Shift F9, Ctrl Shift F9. მასზე ხელის დაჭერის შედეგად ის უკვე ჩვეულებრივი ტექსტი ხდება და ის აღარ იქნება ჩვეულებრივი განახლებადი ობიექტი. Undo-ს ვაკეთებ, რომ დავუბრუნო საწყის ეტაპს და ვაგრძელებ შემდეგი რამ. შემდეგი ბრძანება გახლავთ ეგრეთ წოდებული სამუშაო დოკუმენტის შექმნა და სამუშაო დოკუმენტისათვის შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ სხვადასხვა საინფორმაციო მინდვრები და ამ მინდვრების ჩასმა მოვახდინოთ. მაგალითად, შევსების საინფორმაციო მინდვრის შექმნა გავაკეთოთ, ანუ ეგრეთ წოდებული fill in-ი. მაგალითად, მოდით გამოვიძახოთ ფუნქცია, ახალი ამ დოკუმენტს წავშ გავასუფთავებ და გავაკეთოთ შემდეგი რამ. დავწეროთ ტექსტი Ctrl R-ით, გადავდივართ მარჯვენა მხარეს, ფონტს ვირჩევთ, რომ იყოს მაგალითად აკად ნუსხური და ვეუბნევით კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სკოლის იგულისხმება, რომ რომელიღაცა სკოლას ჩავწერთ ხოლმე შემდეგ, მაგალითად ბიზნესის, სამართლის, მედიის და ასე შემდეგ. კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანს ამავე სკოლის სტუდენტის განცხადება, რა თქმა უნდა, ახალ ხაზს. Enter-ით და Ctrl E. აქ წერთ სტუდენტის შემდეგ ხაზზე ვაკეთებთ სტუდენტის სახელს და ასე შემდეგ. ქვემოთ წერთ ტექსტი და ასე შემდეგ. მოდით ვნახოთ სკოლის, ანუ აი აქ ჩავაკეთებთ ბრძანებას Ctrl F9. აი ამ დროს წერთ შიგნით ტექსტს სკოლა. სკოლა გავაკეთეთ და შემდეგი ფუნქცია გვაქვს, რომ უნდა გავაკეთოთ სახელი. ისევ Ctrl F9 სახელი
ინტერვალს ვაკეთებთ ბოლოში, ისევ Ctrl F9 და ვწერთ გვარი. შემდეგი ფუნქცია გახლავთ ტექსტის ჩაწერა. აი ამ ადგილას მაგალითად ვდგებით და ვაკეთებთ Ctrl F9 ტექსტი. აქ უკვე ვაკეთებთ შემდეგ რამეს. პირველ რიგში გვჭირდება ბუქმარკები. ბუქმარკებისათვის ვიყენებთ შემდეგ ბრძანებას. შევდივართ insert bookmark-ში და ბუქმარკებში ვეუბნებით შემდეგ ფუნქციას. ესე იგი გვაქვს სკოლა, ზუსტად ისე როგორც ჭრილებში წერია, სკოლა. მეორე ბუქმარკი გვაქვს სახელი, ისე edi და სწორედ უნიკოდს იმიტომ არ ვიყენებთ, რომ აქ პრობლემა შეგვექმნებოდა ბუქმარკის დროს. გვარი და ტექსტი. ტექსტი. edi. ასევე შესაძლებელია ბოლოში, განცხადების ბოლოში გავაკეთოთ cross reference-ი, რომლის დახმარებითაც bookmarks ავირჩევთ, ჩავსვავთ სახელი, insert-ი, როგორც ხედავთ, ჩავსვით, გავაკეთებთ კიდევ ერთ intervals და ჩავსვავთ ისევ cross reference-ით გვარი, insert-ი, close ბრძანება. როგორც ხედავთ, cross reference-ით ფუნქცია შევასრულეთ. ტექსტი გამოვაგეთ აქეთა მხარეს და ბოლოში წერთ თარიღი, ანუ თარიღი. უბრალოდ სიტყვით ვკრებთ თარიღს. ცოტა უბრალოდ ოდნავ მეტი ადგილი უნდა გქონდეს დარჩენილი მას, რომ ჩაიწეროს რაიმე თარიღი. ასე მაგალითად. აი ესეთი. და ეხლა გადავიტანეთ აქეთ. კი ბატონო. ეს ფაილი დავიწყოთ თავში, დავაკეთოთ ახალი ფილები. Ctrl F9, ჩავსვათ ახალი ფილი, რომელსაც მარჯვენა ღილაკით მივცევთ edit files. აქ გამოვიძახოთ ფუნქცია ASCII და ჩავწეროთ თუ პირველი რისი შევსება გვინდა, სკოლა და ჩავწეროთ სკოლა ბრუვაში. მაგალითისათვის აქ ვუწერთ დავუშვათ ტირებს, ესე. და ოკეი. ეს ჩაჯდა 1. არ გვინდა ტექსტის შეტანა, ოკეი, დავწეროთ ჩვეულებრივ. ახლა მეორეს ვსვავთ. მეორე ფუნქცია ისევ Ctrl F9, მარჯვენა ღილაკი, edit field-ი. ისევ ASCII და უკვე ვირჩევთ შემდეგ bookmarks. შემდეგი bookmark-ი, სწორედ bookmark-ი მაგ გასაკეთებელი ერთი წუთით. შემდეგი bookmark-ი, insert menu-ში bookmark-ი ვაკეთებ სახელი. edi. ისევე bookmark-ი ვაკეთებ გვარი. edi და bookmark-ი ტექსტი. და edi. კარგით. ეხლა ვაკეთებ შემდეგ რამეს. ბრძანება set-ში ვაძლევთ update field-ი, ASCII და ვეუბნებით სახელი. სახელი სტუდენტის ვარქმევ და აქ უბრალოდ ტირეები. ისევ ოკეი ბრძანება. შევიყვანეთ ესეც. კიდევ ახალი Ctrl F9 კლავიშით ისევ update field, edit field-ი, უბრალოდ ისევ ASCII და სახელის მაგივრად ვეუბნებით უკვე სკოლა. ერთი წუთი არა, ჯერ გვარი. ვეუბნებით გვარი, ანუ სტუდენტის გვარი. ისევ შეგვყავს ტირეებით გამოსახულება, ოკეი კლავიში. და კიდევ ერთი ფუნქცია, ისევ Ctrl F9, ისევ set-ი, ანუ edit field-დან, ASCII უბრალოდ აქ ვწერთ, ვირჩევთ გვაქვს ტექსტი და ვწერთ განცხადების ტექსტი. მაგალითად ასე. ოკეი. და ამითი ეს ფუნქცია შესრულდა. აქ cross reference ჩატარებულია. მოდით ვნახოთ შემდეგი. ვანიჭებთ files, ვინახავთ როგორც templates, Word-ის template-ი. მაგალითად ვინახავთ desktop-ზე, ვარქმევთ კავკასიის უნივერსიტეტის ან ესე დავწეროთ სტუდენტის განცხადება, განცხადება. დავასეივოთ. დავხუროთ ეს ობიექტიც და ვნახოთ მაგალითად
სტუდენტის განცხადება. არ მახსოვს რომ უნდა შევინახეთ თითქოს ტემპლეიტად, მაგრამ მე მგონი არ შემინახია ტემპლეიტად. კი ბატონო, არა უშავს. აი ხელახლა ვინახავ save word template და word-ის template-ის დროს ეუბნები რომ შეინახოს როგორც სტუდენტის განცხადება. ოკეი. ნახოთ, აი ეს მაგალითად სტუდენტის განცხადება იხსნება ფაილი. და რა თქმა უნდა Ctrl+A-ს რო გავაკეთებთ და F9-ს დავაწვევით, Shift F9-ს, ყველაფერი დაიმალება. აი ამ დროს უნდა ნახეთ არის ესეთი რამ, ხო, დოკუმენტში. გავაკეთოთ უნდა F9 კლავიში და გამოდის. პირველ რიგში ერთი წუთით მთელი დოკუმენტი მოინიშნება და F9 სკოლა ბრუნვაში. მაგალითად კასიის კერდა ბიზნესის. ოკეი. მეორე არის სახელი სტუდენტის, მაგალითად გიორგი. და გვარი სტუდენტის. დათუკიშვილი. და ოთნუს უნდა რომ იქ იყოს დათუკიშვილის განცხადება. ოკეი. ტექსტი თხოვთ დამრთოთ ნება და ასე შემდეგ. ანუ უფლება. ოკეი. ნახოთ რა მოხდა, მონიშნულია ყველაფერი, ვაწვევით Shift F9-ს და ვიღებთ გამოსახულებას კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანს, ამავე სკოლის სტუდენტის გიორგი დათუკიშვილი, უნდა განცხადება, გთხოვთ დამრთოთ ნება და ქვემოთ გიორგი დათუკიშვილი თარიღი. როგორც ხედავთ, field menu-ების აზრი და არსი გახლავთ ის, რომ შეგიძლიათ შექმნათ ფაილი, რომლის დახმარებითაც ავტომატურად ნებისმიერი მომხმარებელი შეიყვანს მხოლოდ და მხოლოდ გამოსულ ფანჯარაზე არსებულ ინფორმაციას და ის დოკუმენტში განაწილდება და ჩაჯდება ავტომატურად. ესეთი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ორგანიზაციისათვის ისეთი შაბლონური დოკუმენტებისათვის, როგორიც არის შვებულება, მაგალითად ნებისმიერი განცხადება და ასე შემდეგ. ბიულეტინი და ასე შემდეგ. მხოლოდ კიდევ ერთხელ თქვენ თვითონ გააკეთოთ დამოუკიდებლად და ამითი ეს თავიც ამოწურულია.